მეგობრებო, ტემოდან გამოიწერე პლანშეტი და მოდი ერთად გავხსნათ ახლა ტემის ამანათი. და შევაფასოთ როგორი პლანშეტი ჩამოგვივიდა. ეს არის ტემის ამანათი. ცოტა არც თუ ისე ძვირი მინიცი 185 ლარი და არის საკმაოდ მაღალი ტევადობის როგორც ეწერა. 512 გიგაბაიტი არის ამ პლანშეტის მეხსიერება. ძალიან კარგად არის შეფუთული. იმედია რომ დაზიანებული არ იქნება. როგორც აღწერაში ეწერა მოყვება თავის ჩასადები, ასევე მოყვება კლავიატურა, მაუსი და პასტა. ხო, კიდე TV-ს ბარათით გადახდაზე დააკლდა 7 ლარი. და თანხის ნაწილიც უკან დამიბრუნდა კრედიტის სახით. ფაინ კრედიტით გამოიწერე 80 ლარი დამიბრუნდა უკან. სადღაც გამოვიდა რამდენი დამიჯდა. 185 ხო ღირდა. 7 დააკლდა და გადავიხადე 178 ლარი და აქედან 80 ლარი დამიბრუნდა უკან. საკმაოდ იაფად გამოვიდა. ფაქტიურად ნახევარფასში ვიყიდე. აი ასე გამოიყურება ჩვენი პლანშეტი. იმედი მაქვს ძალიან მაგარი არის. და რა თქმა უნდა ჩემი იმედები არ გაცრუდება. იმედს არ განიცრუებს ეს პლანშეტი. ახლა გავხსნათ. რთული გასახსნელია. გავხსენით. საერთოდ ტექნიკის ყიდვა მანდამაით გამოწერით არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ რა ყველა იცახდა რომ კარგი პლანშეტები აქვთო და რამე და რომე და ნახოთ აბა როგორია. თუ არ მომეწონება ხო დავაბრუნებ უკან, რა პრობლემაა. თუმცა იმედი მაქვს რომ მომეწონება. საიდან იხსნება? აი ასე. შვენიერი ყუთია. ძალიან საყვარლად გამოიყურება ეს პლანშეტი. ნახეთ, როგორი ლამაზია. აი ჩავთეთ. მონაცემები ქონდა ძალიან კარგი. 512 გიგაბაიტი არის მეხსიერებაო თავისი. პლუს კიდე შეიძლება ჩიპის ჩადება და დამატებით მეხსიერების გაზრდა. ეხლა რა მოყვება, მოდი მეკინი ვნახოთ. ნახოთ რა არის ეს. როგორც გითხარით, მაუსი. მაუს აქ თავისი ფლეშკა, რითიც უკავშირებთ პლანშეტს. წვევით, არ გინდა ამის გამოყენება. მოყვა ასევე თავისი პასტა. თვითონ ეს არის რომელი გრელანდერის ბრენდი. ესეც არის პასტა. ეს არის სავარაუდოდ გადამყვანი. აი ასე გამოიყურება. ეს არის დამტენი. ეს რა არის? ესეც დამტენი. ესეც დამტენია. ხო, ეს ორი დამტენია. ეს ალბათ ამის დასაკავშირებლად არის. ეს ძალიან თხელია, კომპაქტური და მოსახერხებელი. აი ესე გამოიყურება.
სავარაუდოდ Bluetooth-ით უკავშირდება პლანშეტს. იმიტომ რომ არა, Bluetooth-ით არა, ნახეთ, ეს არის ერთი. ანუ ერთი ხო არის დამტენი, ერთი არის დამტენი, ალბათ გრძელი დამტენი და ეს არის დასაკავშირებლად, ანუ იმისთვის რომ დაუკავშიროთ პლანშეტი. რაც გადამყვანი. ერთი ბოლო ერთდება გადამყვანზე. ამის ერთი ბოლო ასე გადამყვანზე შევაერთებთ. აი ასე. მე ამას შევაერთებთ პლანშეტთან ერთს. ერთ ბოლოს ვაერთებთ პლანშეტთან და მეორე ბოლოს ვაერთებთ ამასთან და ეს დაუკავშირდება ისინი ერთად. და კიდე მოყვა აი ეს ჩასატები პლანშეტის, რომელიც ასევე შეგიძლიათ სადგამად გამოიყენოთ. ანუ ძალიან მაგარია. მოდი აბა ჩავდოთ. ეს გამოვაცოთ დროებით და ჩავდოთ ეს პლანშეტი ამაში. აი ესე. აი ესე. აი ესე შეიძლება ამის დაყენება. ეს დავაყენოთ. ესე დააყენოთ. ანუ ესე, ანუ უფრო. ხო. ამას აქ მოვერთებთ. მოკლედ შევაერთე. ეს არის პლანშეტი თავისი კლავიატურით და მაუსით. ესე გამოიყურება. Android-ის სისტემის არის. მე მგონი ამ ფასად ძალიან ნორმალურია. თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მეხსიერება საკმაოდ კარგი აქვს, 512 გიგაბაიტი არ არის ცოტა ნამდვილად. მოდი რამე ვიდეო ჩავთოთ. ჯერ დავუკავშიროთ Wi-Fi-ს. ცოტა უნდა გავერკვი ამ პლანშეტში, არ ვიცი. როგორ და რანაირად არის. მოდი დავუკავშირებ მე ამას ჩემს ინტერნეტს და გაჩვენებთ ვიდეო როგორი ხარისხის არის. დავუკავშიროთ ახლა. მოკლედ მეგობრებო, კლავიატურას ვუკავშირებთ Bluetooth-ის მეშვეობით, ანუ შევდივართ აქ და ვირჩევთ Bluetooth keyboard და დავუკავშირდა. თვითონ მაუს რაც შეეხება მაუსის ფლეშკას ვათავსებთ გადამყვანზე და ვუერთებთ პლანშეტს. სხვანაირად არ უკავშირდება. ან Bluetooth-ით მაუსი არ უკავშირდება. ახლა რაც შეეხება ვიდეოს, აი მაგალითად ესეთი ხარისხის არის ვიდეო. საბოლოო ჯამში ეს კომპლექტი არის რა. მაუსი ჩვეულებრივ მაგიდაზე კარგად არ მუშაობს, მაგრამ ამაზე რო დავდა უკვე კარგად მუშაობს. ხარისხი დიდად სასწაული არ არის, თუმცა ნორმალურად. მეგობრებო, დღეისთვის სულ ეს იყო. ეს ბოლო ნაწილი უკვე პლანშეტით გადაღებული. შეაფასეთ თქვენ როგორ მოგწონთ. მადლობა ძალიან დიდი, რომ უყურეთ ჩემს ვიდეოს. თუ მომავალშიც მექნება ტემოდან გამოწერილი ნივთების unboxing-ი, აუცილებლად გაგიზიარებთ. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.